საუბრები ფარაჯანოვზე, კულტურათა შორისი გამოცდილების გაზიარება. მიჯნები კულტურის ბუნებიდან გამომდინარე თავისთავად არასოდეს იქცევა საზღვრებად, გადაულახავ წითელ ხაზებად. კულტურების საზღვრებში მოქცევა არატოლერანტული პოლიტიკის შედეგია და არა თავისთავადი ბუნებრივი პროცესი. მოგეხსენება თბილისი ჭრელი, მრავალფეროვანი მულტიკულტურული ქალაქია. მიჩნეულია, რომ ჩვენი დედაქალაქის კულტურის განუყოფელი ნაწილია თბილისელი კინორეჟისორის სერგო ფარაჯანოვის შემოქმედება, მისი ფილმების ესთეტიკა. აღნიშნულია, რომ მაშინაც კი როცა მის ფილმში არ ჩნდება თბილისი, მაშინაც კი როცა ის იგავებს, ზღაპრებს იღებს, ეს მულტიკულტურული სახე, განსხვავებულ კულტურათა თანაარსებობის იდეალური სახე, მაინც წარმოჩნდება მის ფილმებში. ეს სახე კი ამას თავად ფარაჯანოვიც აღნიშნავდა, თბილისიდან მოდის, თბილისური კულტურიდან და ამჭრელ მრავალფეროვან სახეზე ვისაუბრებთ გაკვეთილზე. კერძოდ გავაანალიზებთ იმ რთულ სახეს სიმბოლოებს, რომლებითაც გამორჩეულია მისი ფილმი საიათნოვა, ანუ ბროწეულის ფერი. საიათნოვა შეიძლება ითქვას ფარაჯანოვის მეორე მეა. მისთვის 64 იქაა, სადაც სილამაზეა, სიჭრელე და მრავალფეროვნებაა. მისი ფილმების რეალობა ძველი თბილისის ეგზოტიკურ გარემოში, სიჭრელეში დაიბადა, სადაც სხვადასხვა კულტურა, რელიგია, ყოფა, რიტუალი თანაარსებობდა. აქ, ამ სიჭრელეში, რიტუალების ფერადოვნებასა და პლასტიკაში პოულობს ის სილამაზეს. რიტუალების, რომლებიც თბილისური ცხოვრების წესის წარმმართველი გახლდათ, რომლის გარეშეც რეჟისორის ცხოვრება წარმოუდგენელია. ის ძველი თბილისის ტიპურ მოჩუქურთმებულ აივნიან სახლში ცხოვრობდა, რომელიც წარმოადგენდა მულტიკულტურული თბილისის მიკროსივრცეს. სწორედ აქ დაიბადა მისი მაგიური, პლასტიკური სახეები, ხატები. ამასთან, როგორც შენიშნულია დღეს, შესაძლებელია, რომ საბაზრო ეკონომიკურმა დინებამ დანთქას ეს კულტურული მემკვიდრეობა. უნდა გვახსოვდეს, რომ მრავალფეროვნება უფრო საინტერესოს ხდის ცხოვრებას და ერთფეროვნება დამღლელია, რადგან აქ არავინ არავისთან არ ურთიერთობს. მრავალი კულტურის არსებობა აუცილებელი და საჭიროა ჩვენი ყოფისათვის. შენ გარდახვედი, ამას სოფლიდან და ჩვენ, ცხოვრებთა მზის ქვეშ, სააქაოს დარჩენილთა, განგიმზადეთ პარკი აბრეშუმისა, რათა საიქიოს პეპელა დაღმოფრინდე. ამონარიდი ფილმი და ბროწეულის ფერი. ცხადყოფს, რომ ხელოვნება მარადიული სულია და ხელოვანს სიკვდილი არ უწერია. ის უნიკალური იყო პირველ რიგში იმიტომ, რომ საბჭოთა ცენზურის პირობებში შეძლო შეექმნა სწორედ ამ საბჭოთა რეალობიდან გამომჯნული, უსაზღვროდ პოეტური, როგორც ამბობენ ხოლმე, ირეალური სამყარო, რომელიც არავის ფილმს არ ჰგავდა. აღნიშნავს ხელოვნებათმცოდნე და ჟურნალისტი გოგი გვახარია, ფარაჯანოვის განსაკუთრებულ ხელწერაზე საუბრისას. მიუხედავად იმისა, რომ სერგო ფარაჯანოვი თბილისში დაიბადა და გაიზარდა, მისი შემოქმედება ქართველი მაყურებლისთვის მაინც უცხოა. მისი ფილმები უფრო დასურათებული ალბომებია, რომლებიც გვაძლევს საშუალებას მისი შემოქმედის ბავშვობის დროინდელი მოგონებები, აწმყო, ტკივილი თუ სიყვარული და მხოლოდ მის გონებაში აღმოცენებული, უსაზღვროდ ფერადი სამყარო დავათვალიეროთ. თბილისში ეთნიკურად სომეხ ოჯახში დაბადებული ფარაჯანოვის ბიოგრაფიის მსგავსად, მისი ფილმებიც სავსეა მულტიკულტურული ელემენტებით. მისი შემოქმედება მრავალფეროვანია. აქ შევხვდებით სომხურ მინიატურასა თუ საგალობლებს, ქართულ ფოლკლორულ მუსიკას, თბილისურ ყოფით კულტურასა თუ ფიროსმანს, სპარსულ ხალიჩასა თუ მხატვრობას, აღმოსავლური საკრავების სევდიან მოტივებსა თუ ელექტრონულ მუსიკას. სწორედ ამიტომ კიდევ უფრო რთულდება ფარაჯანოვის, როგორც კინომოვლენის განხილვა ვიწრო ნაციონალური კონტექსტით. თუმცა ეს არ გვიშლის ხელს, რომ თამამად ვუწოდოთ მას ქართველი რეჟისორი, რადგან სწორედ თბილისია როგორც მისი მშობლიური ქალაქი, ისე ფილმებში შექმნილი ატმოსფეროს მუდმივი ინსპირაცია. ფარაჯანოვი ერთ-ერთი ყველაზე უფრო ტრანსგრესიული ავტორია კინოს ისტორიაში. ამიტომ, როდესაც დგება ხოლმე საკითხი მისი ნაციონალობისა და ამა თუ იმ ნაციონალური კულტურისადმი მისი კუთვნილების შესახებ, ცოტა არ იყოს უხერხულად გვგრძნობ თავს, რადგან მგონია, რომ ძალიან ვავიწროვებთ მას და საერთოდაც კარგად ვერ ვიაზრებთ მისი აი ამ ტრანსგრესიული ხელოვნების არსს. რასაკვირველია, ჩვენ უნდა მოვიხსენიოთ ის ქართულ რეჟისორად, ისევე როგორც უკრაინელებმა უკრაინელად და თავისთავად ცხადია სომხებმა სომეხად. ის, რომ ფარაჯანოვის 4 ყველაზე ცნობილი და აღიარებული ფილმი, მივიწყებულ წინაპართა აჩრდილები, ბროწეულის ფერი, ამბავი სულამის ციხისა, აშხუ ქერიბი დაკავშირებულია 3 სხვადასხვა ქვეყნის, საქართველოს, სომხეთისა და უკრაინის კინოსთან, ამ თემას თავად ფარაჯანოვის ირონიული ხუმრობა ყველაზე კარგად პასუხობს. ვარ ეთნიკურად სომეხი, დაბადებული საქართველოში, რომელიც უკრაინული ნაციონალიზმის გამო იჯდა რუსულ ციხეში. ფარაჯანოვი მსოფლიო მოქალაქეა, თუმცა იმას მაინც აღვნიშნავდი, რომ თბილისშია დაბადებული და ყველაზე მეტი საერთო სწორედ თბილისთან და თბილისურ კულტურასთან აქვს. მისი ფილმები გვარწმუნებს, რომ სასაცილოა მხოლოდ ერთი ნაციონალისტური ხედვით აზროვნება. ამავდროულად გვაჩვენებს, რომ ჩვენ ყველას უფრო მეტი საერთო გვაქვს, ვიდრე განსხვავება.